პატარა წერილს, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ნათლის მეგზური ჰქვია და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს ეხება თეზისურად. აკაკი წერეთლის ერთი ფრაზით იწყება ეს წერილი. აი რასწერს აკაკი. დარჩება სამარადისოდ შენგან გათგებნილი გზა და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველად არ იხსენიება. მოდი გავიხსენოთ, რომ ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე სახარებაში ორგზის მოიხსენიება პედაგოგად. ის არის ჩვენთვის ყველაზე დიდი მასწავლებელი კაცობრიობისა. მის მოვლენებამდე და მას შემდეგაც ადამიანთა აღმზრდელებს შესაძლოა პატივს მიაგებდა ყოველი დრო და კულტურული ერი. ამ აზრის კლასიკურ გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ ალექსანდრე მაკედონელის ცნობილი სიტყვები. მამამ სიცოცხლე მაჩუქა, ხოლო არისტოტელემ ის, რაც ამ სიცოცხლეს აზრს ანიჭებს. საყოველთაო აღიარებით ქართველთა ყველაზე დიდი მასწავლებელი ადამიანთაგან სწორედ იაკობ გოგებაშვილია. რით გამოიხატება ეს? რით გამოვხატავთ ჩვენ ამას ქართველები? მოდით ვთქვათ ზოგადად. პირველი, ქართველებს 4 უმთავრესი წიგნი გვაქვს. ეს არის ბიბლია, ღვთისმსახურება, ქართლის ცხოვრება და დედაენა, რომლის ავტორიც გახლავთ იაკობ გოგებაშვილი. თბილისში დედაენის ძეგლი დგას. ალბათ სოფლიო არ იცნობს მსგავს პრეცედენტს იმისა, რომ ხალხმა აღიაროს და სიყვარულით შემოსოს თავისი სახელმწიფო. იაკობს ისევ მოიხსენიებენ მხოლოდ სახელით საქართველოში, როგორც შოთას, ილიას, აკაკის, გალაქტიონს, ვაჟას. და ეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. დაბადებიდან 100 წლის თავზე 1940 წელს იაკობი ქართველებმა გადაასვენეთ დაწმინდაზე. ასეთი პატივი მხოლოდ განსაკუთრებით გამორჩეულ ადამიანებს მიეგებათ ხოლმე. იაკობი არის თანამედროვე ქართული სკოლის და განათლების ფილოსოფიის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. მან დაამკვიდრა მეცნიერული პედაგოგიური კულტურა და ეს საყოველთაოდ აღიარებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოღვაწის იდეალი იყო ევროპული საქართველო და ახალი ქართველი, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა და ახლაც უკავშირდება ქართველთა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ ორიენტაციას. მან შექმნა ქართული ცნობიერების მოდელი ახალი დროისთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. იაკობმა ახალი და ძლიერი იმპულსი მისცა ქართველთა უდინდელ იდეას, რომ თავისუფლება საშუალებაა და არა მხოლოდ მიზანი. თავისუფლებას მხოლოდ ორ სხვა სიტყვასთან ერთად, გონიერებასა და ზნეობასთან ერთად აქვს არსებაც და აზრიც. და იაკობის ყველა წიგნი სწორედ აი ამის დიდი მასწავლებელია. ფიქრობდე იაკობ გოგებაშვილზე თავისთავად ნიშნავს, რომ უპასუხო კითხვას, ვინ არის პედაგოგი და რას ნიშნავს ასწავლო ადამიანს. ძალიან სერიოზული კითხვებია და სერიოზულ პასუხს მოითხოვს. კონფუცის სიტყვები შეიძლება გაგვახსენდეს აქა. ის, ვინც წარსულის ხილვისას ჯვრეთს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად. ყველა ტრაგედია კაცმა რომ თქვას დროის დანაწევრებითა და გახლეჩვით იწყება, როდესაც წარსული აწყო და მომავალი შორდება ერთმანეთს. ადამიანები სულიერ საყრდენს კარგავენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამიტომაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მასწავლებელს, რომელიც დროის გამამთლიანებელია. ერთდროულად ჯვრეთს წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. სწორედ მისი ფუნქცია, რომ შეიცნოს, შეინახოს და ახალ თაობას გადასცეს, როგორც ცოდნა, ისე ზნეობა. მასწავლებელი რომ არ იყოს, მაშინ ყველა ახალ თაობას თავიდან მოუწევდა ჭეშმარიტებების შეცნობა.
პედაგოგია ის, ვინც ფაქტს, მოვლენასა თუ საქციელს, მნიშვნელობასა და სტატუსს სცემს. შეიძლება ვიღაცამ გვირობა ჩაიდინოს, სხვამ აღმოუჩენელი აღმოაჩინოს. მესამემ რაღაც არსებისთად საჭირო შექმნას და ეს ყველასათვის უცნობია, ნაკლებად მნიშვნელოვანი დარჩეს. როცა ყველაფერ ამას სახელს არქმევ, წიგნსა თუ მეხსიერებაში შეიტანდა მასობრივი ცნობიერების კუთვნილებად აქცევ, კონკრეტული ფაქტი მხოლოდ მაშინ გახდება და იქცევა ღირებულებად. იაკობმა ბევრი ღირებულება დაუტოვა ქართველებს. არაფერი ისე არ აერთიანებს ერსა თუ სახელმწიფოს როგორც ენა. იაკობ გოგებაშვილის დედაენა და მისი საწყისი ია მშობელი დედისა და პირველი მასწავლებლის ხმებთან ერთად სამუდამოდ დამკვიდრდა ყოველი ქართველის ცნობიერებაში. ეს წიგნი იყო და არის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ერთცნობიერ ერთობად განმტკიცების მნიშვნელობა დაუკარგველი ფაქტორი. ამ თვალსაზრისით იაკობი დიდი ქართველების გრიგოლ ხანძთელის, გიორგი ათონელისა და სულხან საბა-ორბელიანის მაღალსულიერი საქმიანობისა და ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელია. იას წარმოთქმას სულ ერთი წამი უნდა. ეს არის წამი, რომელიც ყოველი ქართველის ცხოვრებაში დგება და არასდროს თავდება. საქართველოში შეიძლება ყველაფერზე დაუსრულებლად იკამათონ და ეჭქვეშ დააბერონ, მაგრამ დედაენის პირველ სიტყვებს ეს არასდროს ეხება. რატომ არის ია გენიალური მიგნება? რატომ ვერ წარმოუდგენიათ ქართველებს ამ ორი მარტივი სიტყვის ერთობის გარეშე საკუთარ შვილთა აღზრდა? ჩემი აზრით, ამის სულ მცირე 10 მიზეზი არსებობს და მე მინდა მოკლედ თეზისურად მოგახსენოთ მათ შესახებ. ია რა არის ეს? პირველ რიგში ეს არის ღვთაებრივი სიმეტრიის ჰარმონია. ეს სიმეტრია ბავშვს თავიდანვე აჩვენებს და შეაგრძნობინებს, რომ სამყარო წესრიგია და ის ამ ჰარმონიაში უნდა ჩაერთოს. სამყაროს ჰარმონიის აღქმით იწყება დედაენა. მეორე, ეს არის სარკის პრინციპი. თითქოს სარკეში ხედავს იას. ეს არის საკუთარ თავში სამყაროს დანახვის უძველესი პრინციპი და კულტურა. საუკუნეების წინ იცოდნენ ჯერ ადამიანებმა, რომ ის, ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, სამყაროს წესრიგის შემცნობელიც არის იმავდროულად. ამიტომაც ეწერა დელფოსის ტაძრის შესასრულში შეიცან თავი შენი. მესამე მომენტი. წიგნი იწყება აზრით. ია წინადადებაა. იაკობ გოგებაშვილი ენის სწავლებას არ იწყებს არც ბგერით, არც სიტყვით, პირდაპირ წინადადებით იწყებს, აზრით იწყებს, თავიდანვე აზროვნებას აჩვევს ჩვენ შვილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ წინადადება მოქმედებას, დინამიკას მოიცავს. აქ არ არის მხოლოდ აღქმა, არამედ არის დამოკიდებულებაც და არაერთიც. მეოთხე მომენტად შეიძლება გამოვყოთ საწყისად საგნის შეცნობის გამოკვეთა. საგნით იწყებს იაკობი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ბავშვებს სამყარო შევამეცნებინოთ, თუ ჩვენ გვინდა მათ რაღაცა ასწავლოთ, ეს საგნით უნდა დავიწყოთ და იაკობი ამას თავის მეთოდურ პრინციპად აქცევს. სამყაროს კონკრეტულ გამოხატულებაზე დააფიქრებს ბავშვს თავიდანვე. მეხუთე მომენტი. ფიქრის დასაბამს იძლევა სახელის დარქმევა. ადამიანი, როდესაც სახელს არქმევს რაღაც საგანს თუ მოვლენას, მის არსებაში იჭრება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემეცნების, საგნის თუ მოვლენის შემეცნების თვალსაზრისით. სახელის დარქმევა არის ფაქტისა თუ მოვლენის წიაღის, მისი არსების დაუფლება, მის არსებაში შეღწევა. მეექვსე, ეს არის შემეცნების დაკავშირება მშვენიერებასთან. აქ რეალიზებულია სამყაროს რაციონალური და ემოციური აღქმის
სინთეზის პრინციპი. ეს არის შემეცნების ესთეტიკის დამკვიდრება. ჯერ კიდევ რუსთაველმა ახსენა გონიერი გული, რაც ნებისმიერი პედაგოგიური სისტემის საოცრებო იდეალია და იაკობ გოგებაშვილმა აი იაში ეს გაითვალისწინა. მეშვიდე აი ამ ორ პატარა სიტყვაში კოდირებული არის აღმოჩენის სიხარული. აი ია. აი ეს არის ის, რასაც ია ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს მოსწავლეს თავიდანვე უბნები, რომ წიგნთან ურთიერთობა არ მხოლოდ შრომა, არამედ სიხარულიც არის, კერძოდ აი აღმოჩენის სიხარულიც. მერვე მომენტი. წიგნი დასაწყისიდანვე პაზიარებს ქართული მეტყველების მუსიკას. წინადადებაში არის 4 ხმოვანი, უბრალოდ 2 ხმოვანია გამეორებული. ჰაეროვან ჰარმონიას ქმნის, გერით ხატს ქმნის ეს 4 ხმოვანი ერთად. აი ია ქართული მეტყველების მუსიკა ჩანს მასში. მეცხრე. აქ ვხედავთ ჩვენ ქართული დამწერლობის გრაფიკული გამოსახულების სრულქმნილებასაც. წრე მოიხსენებათ არის სრულყოფილების სიმბოლო. აც და იც ორივე წრეში იხაზება. ორივეს წრიული ფორმა აქვს. და ეს არის ესეთი ღვთაებრივი სიმრგვალე, თუ შეიძლება ასე ითქვას. და სულ ბოლო მეათე, რაც ჩემი აზრით უკავშირდება აიას გენიალობას. ეს ის გახლავთ, რომ არსებობს სამყაროს შექმნის, არსებობისა და დასასრულის გენიალური ხატი აი ამ ყველაფერში. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი არის ანი და ჰოე. ის არის დასაწყისი ქმნადობის და ის არის დასასრულიც ამ ქმნადობისა. გადის თავისი თავიდან თითქოს და უბრალდება საკუთარ თავს, ისევე როგორც აი ია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ია პალინდრომია. როგორც აქედან იქით იკითხება, ისევე იკითხება იქიდან აქეთაც. და ეს ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ ამ სამყაროს აქვს ესეთი საწყისი, რომელიც იმავდროულად დასასრულიც არის მისი. აი ყოველივე ზემოთქმულის, ან იქნებ ვერთქმულის გამო იაკობ გოგებაშვილი და მისი დედაენა საქართველოში განასახიერებენ თავად იდეას განათლებისა. სიტყვა განათლება ქართულად მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ ნიშნავს. ადამიანში ღვთაებრივი ნათლის შემოსვლას უკავშირდება. სახელი იაკობი და სიმბოლურია, რომ ამ სახელსაც ია იწყებს. აი იაკობი მიმყოლს, მიმდევარს ნიშნავს. ბიბლიის ყვალობაზე ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს. შემდეგ კი ღვთის მიმყოლის მნიშვნელობა შეიძინა. აი ია ღვთისკენ და საქართველოსკენ სავალი ერთი გამორჩეული გზა არის ქართველებისათვის, ნებისმიერ ჩვენგანისათვის. ეს არის ყველაზე პატარა, მაგრამ იქნებ ქართული ცნობიერების ისტორიაში წარმოჩენილი სხვაზე ძალმოსილი ხატიც.